იშხნის რეაბილიტაცია ისევ უხეში დარღვევებით მიმდინარეობს. დასკვნას აკეთებს ქართული დელეგაცია, რომელიც ისტორიული ტაო-კლარჯეთიდან რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა. ექსპერტები აცხადებენ, რომ სამუშაოებმა შუა საუკუნეების დროინდელ ტაძარს ისტორიული სახე დაუკარგა. ქართველი ექსპერტები ისევ ითხოვენ, დაჩქარდეს თურქეთ-საქართველოს შორის ხელშეკრულების გაფორმება, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. სამთვიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ პირველი კადრები იშხანში მოამბემ გადაიღო. ნახეთ ნატა ქაჯაიას ექსკლუზიური რეპორტაჟი. სამთვიანი შეზღუდვის შემდეგ თურქეთის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გამონაკლისი მხოლოდ მუამბის გადამღები ჯგუფისთვის დაუშვა. კამერამ პირველად შეძლო აღებეჭდა თუ რა ხდება იშხანში, სადაც შუა საუკუნეების ქართულ ძეგლს პრაქტიკულად თავიდან აშენებენ. იშხნის დათვალიერების საშუალება ამ დრომდე არ აქვთ ქართველ ტურისტებს. ტაძრის კარი მათთვის უკვე 3 თვეა დახურულია. ბათუმიდან იშხანში ჩასულ მორწმუნეებს ლოცვა ქუჩაში უწევთ. სანთლებს კი საგანგებოდ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ანთებენ. გული ვტყივა, რომ ჩამოვედით ბათუმიდან, გვინდოდა იშხანის მონახულება, მაგრამ არ გვიშვებენ იმის გამო, რომ სარემონტო სამუშაოებია. ეხლა ტაძარს წელს დავარტყავთ, გარშემო დავათვალიერეთ, აი შიგა სივრცეს ის მოხატულობა რაც არის შემოშენი და ის საოცრება, იმას ვერ ვნახავთ. 6 მუშა დილიდან საღამომდე 12 საათიანი სამუშაო რეჟიმით თურქული კომპანიის დავალებებს ასრულებს. ამ ეტაპზე ტაძრის გადახურვა მიმდინარეობს. იშხნის აღდგენითი სამუშაოები დაჩქარებულ ტემპში მიმდინარეობს. მიმდებარე ტერიტორია სამშენებლო პოლიგონად აქცეული. როგორც ხედავთ, ტაძარი მთლიანად ხარაჩოებშია ჩასმული. 3 თვის წინ ჩრდილოეთის ეს კედელი მთლიანად ჩამოშლილი იყო. თურქმა მშენებლებმა 3 თვეში ამ შედეგის დადება მოახერხეს. იშხნის ჩრდილოეთის ამ კედელს ზუსტად 3 თვე დასჭირდა იმისთვის, რომ თურქი მშენებლების ხელში საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული იერი ნაწილობრივ დაეკარგა. ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ქართულ დელეგაციას ათობით შენიშვნა აქვს. სპეციალისტები ამბობენ, რომ უხეშად დამუშავებული წყობით აგებულმა კედელმა ტაძარს ისტორიული სახე დაუკარგა. ჩრდილოეთის ფასადზე ნათლად განირჩევა 2 სამშენებლო ფენა. აშკარად ჩანს, რომ ესე იგი ამ 2 სამშენებლო ფენას შორის გარკვეული ნაკერი არის და დასაწყისი ამ ნაკერებს შორის არის დიდი ქვებით. შემდეგ ზევით გაუგრძელებიეს პატარა ქვებით. ისე რომ ეხლა ძალიან კარგად არ იკითხება ეს ყველაფერი. გათხრილი არის შურფები, გამოვლენილი არის თვითონ ტაძრის ცოკოლი, ზოგან არის 3 საფეხუროვანი, ზოგან 2 საფეხუროვანი. ბევრი კედელი ამოყვანილი, დიდი მოცულობის სამუშაოებია ჩატარებული. კითხვა ისმის იმაში, რამდენად სწორედ არის, რამდენად ტექნოლოგიურად ეგრე უნდა ყოფილიყო. ეს ადგილი გამონგრეული იყო, საპირე ამოყვანილი, ეს ცოტა გვიანდელი კედელია და განსხვავებული წყობაა. ეს არის უხეშად დამუშავებული. თურქული მხარე აცხადებს, რომ ჩრდილოეთის კედლის დანგრევა ვერ მოხერხდება, თუმცა პირობას დებს, რომ რესტავრაციის შემდეგ ეტაპზე ფრესკების აღდგენის დროს ქართველი სპეციალისტების შენიშვნებს გაითვალისწინებენ. ეცდებით ქართული მხარის შენიშვნები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ, თუმცა ჩრდილოეთის ამოშენებული კედლის დანგრევა ვერ მოხერხდება. ფრესკების აღდგენა მას შემდეგ დაიწყება, როდესაც იშხანი სრულიად გადაიხურება. ამ პროცესში ქართულ სპეციალისტებთან კონსულტაციები მოხერხდება. ქართული დელეგაციის ვიზიტის დროს ცნობილი გახდა, რომ თურქმა მუშებმა მიწისფენის გადაფხეკის დროს უძველესი მონეტები და ბროშები აღმოაჩინეს. მასალა ისე, რომ ქართულ სპეციალისტებს თვალითაც არ უნახავთ, ქალაქ რიზეს მუზეუმშია გადაგზავნილი. 2 თვის წინ სამშენებლო სამუშაოების დროს მუშებმა მონეტები და ბროშები აღმოაჩინეს. 5 თუ 6 ცალი იყო. ჩვენ გადავუღეთ სურათები, აღწერეთ და რიზეს მუზეუმში გადავაგზავნეთ. იქ სპეციალისტები შეისწავლიან და დაადგენენ, რომელი საუკუნით თარიღდება ისინი. ნაპოვნი მონეტები და ბროშები რიზეს საგამოფენო დარბაზში განთავსდება. შემთხვევით აღმოჩენილი მონეტები და ბროშები რიზეს მუზეუმში დარჩება. ქართულ მხარეს იშხნიდან კი იმ კრამიკის ნიმუშები მოაქვს, რითაც ტაძარია გადახურული. ნამტვრევებს ჯერ შეისწავლიან, შემდეგ კი საპატრიარქოს გადასცემენ. ტაძრის რესტავრაციის შესახებ საკუთარი შენიშვნები უფრო დეტალურად ქართული დელეგაციის წევრებმა უკვე სამხრივ შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრას ერზრუმის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელობა, საპროექტო კომპანია ამფორა მიმარლიქისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ოსმან გულსუნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩვენ სარეაბილიტაციო პროცესისთვის 400 დღე გქონდა გაწერილი, თუმცა ვადების გადაწევა მოგვიწევს. იმაზე რთული სამუშაო აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ სტამბულიდან უახლოეს თვეებში ჩამოვა სპეციალისტი. მე ვფიქრობ, მთავრობებს შორის იქნება ნება და თქვენ ჩაერთვებით პროცესში. იცოდეთ, ჩვენ იშხანის გადასარჩენად ყველაფერს გავაკეთებთ. იშხანში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ქართულმა სპეციალისტებმა თურქ მუშებს ადგილზე მცირე ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს და ქვის დამუშავების ტექნოლოგია გააცნეს. არასწორად დამუშავებული ქვა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც იშხანს პირვანდელი სახე ეკარგება.